გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო. პირველ ეტაპზე ინსპექტირება თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში განხორციელდა. დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაიწყო პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება. ინსპექტირების პროცესში ჩვენს მიერ აღებული იქნა პარკის ნიმუშები, რომელიც ლაბორატორიული კვლევის მიზნით გადაეგზავნება სახელმწიფო ლაბორატორიას. ამ კვლევის ფარგლებში მოხდება დეგრადაციის ხარისხის დადგენა და ასევე ჩვენ გამოვიკვლევთ ამ პარკებში მძიმე მეტალების შემცველობას. სანქციები განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში, ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და შეუსაბამო პარკის კონფისკაციას. ამავდროულად თუ კონფისკაცია შეუძლებელი იქნება, ჩვენ მოვახდენთ გადამრავლებას 25 წუთზე იმ პარკების რაოდენობის და ჯარიმა არის საკმაოდ მკაცრი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ პრევენციულ ღონისძიებებს და მათ შორის ინსპექტირებებს სხვადასხვა პარკის მწარმოებელ კომპანიებს.